ინტენსიური თოვა დედაქალაქში თბილისის ზოგიერთ უბანში თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია წყნეთი კოჯორი წავკისი შინდისი რთული ვითარება შემოერთებულ ტერიტორიებზე, სადაც პრობლემა შეექმნა მუნიციპალურ ტრანსპორტს. გზებზე იყრება ტექნიკური მარილი, 10-ვე რაიონში საგზაო მონაკვეთებზე მიმდინარეობს მონიტორინგი. ცენტრალურთან ერთად იწმინდება შიდა ქუჩებიც, გააქტიურებულია მერიის ცხელი ხაზი. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. თბილისში ამ წუთებშიც თავს. ინტენსიური ნალექის, ქარბუქის, ლიპყინულისა და ცუდი ხილვადობის გამო ქვეყნის მასშტაბით ცალკეულ საავტომობილო გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა კახეთსა და ქვემო ქართლსაც, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია ათეულებში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის შეფერხებით გადაადგილდება. სინოპტიკოსების პროგნოზით გუშინ დაწყებული თოვა სავარაუდოდ ხვალაც გაგრძელდება. მოსახლეობას კონკრეტული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. რა მდგომარეობა დღის ბოლოს თბილისში და რეგიონებში, მაკა არჩევნიშვილი მოგაწვდის ბოლო მონაცემებს ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. მაკა. ამ დროისთვის დედაქალაქში თოვის ინტენსივობა შედარებით შემცირებულია და სინოპტიკოსებიც ხვალისთვის უნალექო ამის პროგნოზირებენ, თუმცა 2 დღის განმავლობაში გადაუღებელმა თოვმა საკმაოდ დიდი ნალექი გამოიწვია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მაგალითად, თბილისის მერიის ინფორმაციით ამ დროისთვის ყველა ცენტრალური ქუჩა გაწმენდილია, დაყრილია ტექნიკური მარილი, გარკვეული პრობლემები რჩება მეორეხარისხოვან გზებზე და გარკვეულ ჩიხებზე და უფრო კონკრეტულად თოლთან დაკავშირებით რა პრობლემები მოყვა როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ორდღიანმა გადაუღებელმა თოვამ პრობლემები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოსა და მაღალმთიან რეგიონებში შექმნა. ინტენსიური თოვის შედეგად ნალექის საფარი გარკვეულ ადგილებში 9 მეტრსაც კი აღწევს. რეგიონების მსგავსად დიდ თოვლობას ებრძვიან დედაქალაქშიც. ბოლო წლებია თბილისში მსგავსი რაოდენობის თოვლი არ მოსულა. უხმა ნალექმა პრობლემები სხვადასხვა ქუჩაზე შექმნა. დიდ თოვლობის შედეგად გზებზე შეფერხებები ძირითადად დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები უკვე 48 საათია საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გზებზე იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება ქუჩები. თბილისში შეუფერხებლად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს უსაფრთხოების მიზნით უხვი ნალექის დროს მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ. ნებისმიერ ზარზე ხდება მყისიერი რეაგირება ჩვენი მხრიდან. დღეს მთელი დღე თოვლია გამოცხადებული, ღამის განმავლობაშიც ვაგრძელებთ მორიგეობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზები იყოს გაწმენდილი და იყოს მოწესრიგებული. რამოდენიმე საშუალებით შემოგდის შეტყობინება, ეს არის კამერები, ეს არის ცხელი ხაზი და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მალე მოვაგვაროთ ხოლმე ეგ პრობლემა. გარდა ამისა, მოსახლეობის მხრიდანაც შემოდის გარკვეული თხოვნები ცხელი ხაზის საშუალებით. ბუნებრივია, ეხლა ერთ დღეში მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა ქუჩის დასუფთავება შეუძლებელი არის, თუმცა ეტაპობრივად პრიორიტეტების მიხედვით ყველა მეორეხარისხოვან ქუჩასაც მოვაწესრიგებთ და მაქსიმალურად ჩვენი მოსახლეობის გვერდში ვიქნებით 24 საათიან რეჟიმში. აბსოლუტურად ნებისმიერი მიმართულებით, საითაც კი შეიძლება იყოს როგორც შემოერთებულ ტერიტორიის ძირითადი ქუჩები, ისევე ცენტრალურ ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მუშავდებოდა, სუფთავდებოდა, იღებოდა ტექნიკური მარილი. ამ ეტაპზე უწყვეტელად მიმდინარეობს ქალაქის დასუფთავება. შესაბამისად, ჩვენი ჯგუფები გამოცხადებიან ადგილებზე იმის და მიხედვით რა ტიპის ტექნიკა იქნება საჭირო. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი ცხელი ხაზი, მივმართავთ მოსახლეობას, თუ სადმე შეიქმნა პრობლემა, შეგვატყობინონ და მივიღეთ ყისიერ რეაგირებას. დედაქალაქის მსგავსად დიდ თოვლობაა კახეთში. უხმა ნალექმა რეგიონში გარკვეული სახის პრობლემები შექმნა. თოვლისა და ლიპყინულის გამო ვაზიანი გომბორი თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები ნარჩუნდება. გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა დასაშვები. შეფერხებებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების კუთხითაც. შეზღუდვა რჩება ისევ და ისევ მუნიციპალურ ტრანსპორტზე, მგზავრთა უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც შეეხება ელექტროენერგიას, მცირე ლოკალური შეზღუდვები გვაქვს გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით და ენერგოპრო ინტენსიურად მუშაობს აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, რაც შეეხება ვაზიანი, გომბორი, თელავის საავტომობილო გზების ვერონა თელავის მონაკვეთს იქ ჯერჯერობით ისევ მაღალი გამოვლობისთვის არის დაშვებული გადაადგილება. ინტენსიურად თოვს ქვემო და შიდა ქართლში. მერიის ინფორმაციით ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტში ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. რაც შეეხება ქვემო ქართლს, ძლიერმა თოვამ რიგ მუნიციპალიტეტებში პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც შექმნა.
ჩვენი გუნდი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, მობილიზებული არის ტექნიკა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა სოფლის ცენტრალური გზა არის დამუშავებული, ტექნიკა მუშაობს ყველგან. ქალაქის მასშტაბით ყველა ქუჩაზე არის ტექნიკური მარილი დაყრილი. ჩვენი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლობა პერიოდულად ინფორმაციას გვაწვდის თუ სად რა ვითარება არის. ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ გადაადგილება არის უსაფრთხო, თუმცა მძღოლებს მოუწოდებს სიფრთხილისკენ. ყველა მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მიმდინარეობს სპეციალური ტექნიკის საშუალებით გზების თოვლისაგან გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა. დიდ თოვლობამ პრობლემები შექმნა ასევე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, მაგრამ შესაბამისი სამსახურები, ენერგოპროსესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან და ეტაპობრივად მიმდინარეობს და ეტაპობრივად განხორციელდება ელექტროენერგიის მიწოდება ყველა დასახლებელ პუნქტში. ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. მათ შორის შეზღუდვები ვრცელდება გუდაური კობის მონაკვეთზე, ნაქერალას უღელტეხილსა და ჯვარი უშკულის მონაკვეთებზე. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ყველა საჭირო მიმართულებით მობილიზებულია შესაბამისი თოვლწმენდი ტექნიკა და გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა თავისუფალია, გვჭება კობი-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე შეზღუდვა, ასევე ძლიერი თოვისა და ლიბყინულის გამო გვჭება მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე მაღალმთიან რეგიონებში შეზღუდვა. მინდა მადლობა მოუხადო საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში სამუშაოებში ჩართულობისთვის. სინოპტიკოსები მთელი საქართველოს მასშტაბით უხნალექს ხვალ დილამდე პროგნოზირებენ. ნალექის შემცირებასთან ერთად კი ყინვის გაძლიერებაა მოსალოდნელი.